შენ გიყოლება ორი შვილი. ესეთი სურათი გვაქვს. არა ნახე გაბრაზებული ანუ მაგას ეწყობა გამოაგდეს სამსახურიდან. ნახე რანაირთები აქვს და ტუჩები, საფრქვეტილი აქვს ნახე რაც. ნახე ჭაღარები აქვს ანუ ბებერია. გამოდის რომ ბევრი შვილი ყავს. ხო რა. ხო. ვინც ბებერია. ესე იგი შვილები და შვილი ყავს. ხო რა. ამას უეჭველი არა ყავს, ობოლია. ობოლი იცი ხო რა არის? ხო იცი? ვიცი, შვილები რომ არა. ვაიმე. თქვენ მიხვდებოდით მეგობრებო? ხო ამ ფოტოს. შვილებიც ის მე მგონია რომ ამას ყავთ ესე ვთქვათ ხედეცნე. ხელები რომ გქონდეს მიხვდებოდი. ხელებს ნახე, სულ აი ესე რომ ქონოდა მიხვდებოდი რამდენი შვილი ეყოლებოდათ. იმიტომ რომ აი ნახე ესე გაშალე ესე შენ გიყოლება ორი შვილი. სამი შვილი გიყოლება შენ. მე ორი შვილი. ამას ეს ბებერი ანუ გამოდის რომ ბევრი შვილი ყავს. მე მგონია რომ ამას ყავს სამი შვილი. ორი შვილი. სამი შვილი ყავს. სამი შვილი ყავს. და მგონია რომ წლის არის 60-ის. ალბათ ხო. ხო რა ლოგიკურია. თქვენ საერთოდ მიხვდებოდით? სულს დააკვირდით ნახე, ათნახე. არა მე მგონია რომ ეს არის 79-ის პარიმა. არა სახელი უნდა მიხვდეთ. ესეთი საინფორმაციოში გამოდის რა ერქვა, სახელიც წერია ხოლმე მან. მივხვდი, მგონი ეს ისა, რა ქვია, სახელი აქვია. დიდარ რენდენიძე. დიდარ რენდენიძე. დიდარ? ხო, დიდარ რენდენიძე. სო ჩაიწერა. მოჩა ეს არის ვენდენიძე, შემდეგი.